რუსეთი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებზე თავდასხმებს აქტიურად განაგრძობს. ზაპორიჟიეზე მიტანილ მორიგ რუსულ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 36 პირი. ადგილობრივები ყვებიან, რომ ამ რაიონს რუსეთის შეიარაღებული ძალები 90 წუთის განმავლობაში ინტენსიურად უტევდნენ, როგორც დრონებით, ისე საარტილერიო დარტყმებით. უკვე ოფიციალური მონაცემებით კი დღე-ღამეში უკრაინაზე 846 დარტყმა განხორციელდა და მათგან 48 სწორედ ზაპორიჟიეს რაიონულ პუნქტებზე. ნაძირლები, არ ვიცი რა ვთქვა. ისინი უბრალოდ საცხოვრებელ სახლებს უტევენ. იმ ადგილებს, რომლებიც ადამიანებმა ააშენეს და რომლებშიც ადამიანები ცხოვრობდნენ. სახლში ვისხედით, ახლა კი აღარაფერი გვაქვს. ყველაფერი განადგურდა. გადავრჩით მაინც. უკრაინის თავდაცვის უწყება ერის, რომ რუსეთმა შესაძლოა სამხედრო აქტივობები ბრიანსკიდან ჩერნიხივზე გადაიტანოს. ამჟამად კრემლის ფოკუსში კი ზაპორიჟიაა. მიუხედავად აქტიური სამხედრო მოქმედებებისა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ზაპორიჟიეს ხაზი უჭირავთ და მოწინააღმდეგე არმიას წინსვლაში უშლიან ხელს. მიუხედავად ამისა, ჰაერიდან თავდასხმებს მსხვერპლი ყოველდღიურად ჰყავს. მაგალითად, ხერსონში რუსულმა დრონმა ავტობუსს დაარტყა და 2 ადამიანი იმსხვერპლა. დნეპროპეტროვსკის რაიონში კი რუსმა სამხედროებმა 5 ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, რაც ასევე დასრულდა მსხვერპლით. ასე გამოიყურება ვლადიმერ პუტინის რევანში იმ საწვავის დეფიციტის გამო, რომელიც ახლა რუსეთშია, სწორედ უკრაინის მიერ მიტანილი იერიშების გამო. ყველაფერთან ერთად უკრაინაში იმასაც თვლიან, რომ რუსული სანავთობო გემების ფლოტის სამხედრო ობიექტებად უნდა იქნენ განხილული. ეს კი რუსულ გემებზე სულ უფრო გამძაფრებული უკრაინული იერიშების ფონზე, რომელსაც რუსული ნავთობი გადააქვთ და რამაც რუსეთს კრიზისი შეუქმნა. ამის ფონზე პრეზიდენტი ზელენსკი შვედეთის თავდაცვის მინისტრს ხვდება და გრიფონის ტიპის 16 საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვაზე შეთანხმებას აფრმებს. პროცესი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. გარიგების ფარგლებში უკრაინა მიიღებს ტექნიკურ და ლოგისტიკურ დახმარებასაც. შვედეთი უკვე ატარებს წვრთნებს უკრაინელი პილოტებისთვის. გრიფონებს კი ქვეყანა უკვე 2027 წლისთვისაც მიიღებს, ამ შემთხვევაში თავად შვედეთის დახმარების სახით.